მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით. მე მისი წამყვანი ესმა ბუმბერიძე ვარ, ტრადიციულად ხუთშაბათობით. დღეს მოკლე შესავალს გავაკეთებ ძალიან გამიგრძელდა შესავალი. ამიტომ დღეს ვსაუბრობთ სტუდენტების სოციალურ მდგომარეობაზე. რაზეც საკმაოდ იშვიათად ვსაუბრობთ, ყველანი ერთმანეთში მეგობრებში ამაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საჯაროდ თითქოს და ეს ასეც იგულისხმება, რომ ესეა, თუმცა ასე მიიჩნევა რატომაც, რომ ხო სტუდენტი რა ხარ, ესე იგი პრივილეგირებული ხარ, ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს. თუმცა სტუდენტებსაც აქვთ ძალიან სერიოზული სოციალური გამოწვევები, განსაკუთრებით თუ კი ისინი რეგიონებიდან ჩამოდიან თბილისში. ერთის მხრივ ეს ჩამოსვლა ძალიან კარგია იმისთვის, რომ რაღაც ოჯახისგან დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება, ერთგვარი საფეხური არის ამისთვის. თუმცა მეორეს მხრივ ძალიან ბევრ გამოწვევას აწყდებიან სტუდენტები ეგრევე და ამაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარი არის მერი ქადაკიძე, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, ასევე კოალიცია განათლებისთვის თანამშრომელი. მერი, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. თუ შეიძლება რომ დავიწყოთ ყველაზე ზოგადით, რა გამოწვევებს აწყდება სტუდენტი პირველად როდესაც ჩამოდის თბილისში. მე სულ მაინტერესებს ხოლმე რეგიონებში ვიცით რომ შემოსავლები ოჯახებს კიდევ უფრო ნაკლები აქვს. როგორ ახერხებენ ისინი რომ სტუდენტს თბილისში ის არჩინონ იქიდან? ნამდვილად საინტერესო თემაა და როგორც აღნიშნე, ძირითადად მეგობრები განვიხილავთ ხოლმე, თუმცა ეს არც აკადემიურ და არც არააკადემიურ წრეებში განხილვის საკითხი არ არის ხოლმე, რა გამოწვევები აქვს სტუდენტებს და განსაკუთრებით ნაკლებად პრივილეგირებულ ან სტუდენტებს, რომლებსაც უწევს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. უპირველეს ყოვლისა, მთავარი გამოწვევა უკავშირდება სწავლის რეალურ ხარჯს. რადგან ვიცით, რომ სწავლის გადასახადი შეადგენს 2250 ლარს, თუ ვისაუბრებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, თუმცა რეალურად თუ საუბრობთ ჩვენ სტუდენტებზე, რომლებსაც უწევს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, მათთვის სწავლის ხარჯი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე 2250 ლარი. ვინაიდან მოგეხსენება, რომ არ გვაქვს სამწუხაროდ სტუდენტური საცხოვრებლები, მით უმეტეს უფასო არ არის მოკდარნეის სივრცეში სტუდენტის ცხოვრება, ან შეღავათიანი ფასის სტუდენტები ვერსად ვერ ცხოვრობენ. ამიტომ პირველი დიდი დაბრკოლება და გამოწვევა არის ის, რომ იპოვა სტუდენტმა ბინა. სადაც რა თქმა უნდა კონკურენციაში ყველა სხვა იმ ადამიანთან, ოჯახთან, მუშავთან ან ნებისმიერ იმ სხვა პიროვნებასთან, ვინც ასევე ბინის მაძიებელია, რაც თავისთავად ფასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მეორე ასევე ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ შემთხვევაში, როგორც აღნიშნე, კარგია როცა დამოუკიდებლად ცხოვრებას ეჩვევი, მაგრამ სწორედ საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა ხოლმე ცხოვრების ხარისხი. ამ ცხოვრების ხარისხი გულისხმობ ერთი იმას, თუ როგორი პირობებში უწევს სტუდენტებს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებიდან ცხოვრება და გამომდინარე სწორედ ბინის მდგომარეობიდან და ყოველდღიური ყოფიდან, მაგალითად რამდენად შეუძლიათ მათ იგივე დააბაროს და იკვებონ ნორმალურად, ქონდეთ ნორმალური რაციონი, შეძლონ მინიმალური სტანდარტების ცხოვრება და ეს ბუნებრივია, როცა ამას ვერ ახერხებენ, ეს გავლენას ახდენს არა უბრალოდ მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, არამედ სწავლების შედეგებზეც და მათი ღირებულება სწავლის იზრდება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც მაგალითად ცხოვრობენ თბილისში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როგორ იკვებება ესეთი სტუდენტი და რა პრობლემები აქვს კვების? ძალიან ხშირია ხოლმე საუბარი, რომ კი არა, მშობლები არ უგზავნიან, თქვა სოფლიდან თუა და ასე შემდეგ. ხო, ანუ საუბარია იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ვიტყვი იმას, რომ მთავარი და ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, თუ სად ცხოვრობს სტუდენტი და რა პირობებში და რა თანხის ფასად. მაგალითად, თუ სტუდენტის ეგრეთ წოდებული, თბილისში ეგრეთ წოდებული სტუდენტური ბინებად ითვლება ბინები, რომლებიც ფასით მერყეობს 200-დან ახალკო 200-დან მაგალითად 300 ლარამდე, ან 150-დან 300 ლარამდე, და აღნიშნულ პირობებში არ არის თუნდაც სამზარეულო აბაზანა და მე თვითონ თავად სხვადასხვა ტიპის კვლევებზე ვმუშაობ ხოლმე და ხშირად მაქვს კომუნიკაცია სტუდენტებთან და თავადაც ვეძებდი ხოლმე ხშირად ბინებს და ანუ სტუდენტურ ბინად ითვლება ბინა, რომელშიც მაგალითად შესაძლოა საკვების მომზადება მოგიწიოთ გარეთ ღიაცის ქვეშ და გასქურაზე, ასევე აბაზანა გქონდეთ ეზოში ერთი და საზიარო სხვა ადამიანთან, არც ცხელი წყალი გქონდეთ და ასე შემდეგ. ანუ ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ნორმალური საკვების მომზადება არის ძალიან რთული.
თუ ვისაუბრებთ თვითონ საკვების მომზადებაზე, მაგრამ მეორე მხრივ, როცა არ გაქვს ეს მინიმალური პირობები, ჩვენ გიწევს რომ შეისყიდო საკვები უნივერსიტეტში ან მის გარეთ. ამ შემთხვევაში ანუ განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ რა თქმა უნდა, მე ავსაუბრებ იმაზე, რომ თბილისში მცხოვრებ სტუდენტებს არ აქვთ ეს გამოწვევები, მაგრამ ოჯახში მინიმუმ, ანუ ბევრია ცოტა, კარგია თუ ცუდია, საჯილი არის რაღაც ფორმით მაინც. შესაბამისად, ძირითად შემთხვევებში სახლში დაბრუნებულ სტუდენტებს ხვდებათ ეს სადი. მაგრამ, როდესაც სტუდენტები, მიგრირებულ სტუდენტებს დავარქვი, ანუ მობილური სტუდენტები ცხოვრობენ მარტო, ხშირია ამაზე ხუმრობაც გაშთოს, რომ მათი ახლა ყოფის რაციონი ბევრად განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვისაც რაღაცა ყოველდღიურად მათი მშობლები, არ ვიცი, მეზობლები ან თვითონ ნორმალურ პირობებში შეუძლიათ საკვების დამზადება. ამიტომაც მაგალითად უნივერსიტეტის კაფეტერიაში არანაირი შეღავათია, რაღაცა სპეციალური პირობებით არ სარგებლობენ სტუდენტები, იხდიან ზუსტად იგივე თანხას, რასაც სხვა ნებისმიერ კაფეში გადაიხდიდნენ. ეს თანხა საერთოდ არ არის ესეთი ხელმისაწვდომი და არც ჩვენი უნივერსიტეტების კაფეტერიები არ წინავს ისეთი ასაკობაზე ორიენტირებული მენიუებით. რაც შეეხება საკვების გამოგზავნას, ამაზე უფრო მეტად, ბევრია ხოლმე უფრო ხუმრობა და რაღაც ცოტა სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომ რეგიონების მიხედვით განიხილავენ ხოლმე ხშირად მაგალითად რომელი რეგიონის სტუდენტებს რა საკვები შეიძლება ჰქონდეს სახლში და ანუ არის მოლოდინები, რომ მაგალითად კახეთის სტუდენტებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ან არ ვიცი ღვინო ან კვერცხი, არ ვიცი ხაჭაპი, მოკლედ ეს ძირითადად არის ხოლმე ასეთი უფრო მე ვიტყოდი სტერეოტიპული დამოკიდებულება, თუმცა იმას არ მოგობ რომ მშობლები არ უგზავნიან შვილებს საჭმელს, მაგრამ ანუ მშობლების მისთვის არ უნდა იყოს ასე ვთქვათ არგუმენტი, რომ მოდი მშობლებმა საიდანაც აგზავნოს საჭმელი სტუდენტების სასურვად, იმიტომ რომ სწავლების ანუ თავად საუნივერსიტეტო სივრცეში თუნდაც ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორია სივრცე სტუდენტის და თუნდაც რამდენად არის შესაძლებელი მისთვის ნორმალური კვების რაციონის შექმნა თვითონ საუნივერსიტეტო სივრცეში, რის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, განვითარებულ უნივერსიტეტებში ნამდვილად გვაქვს. მარტივად რომ ვთქვა, სტუდენტი რომელიც აქ ჩამოდის სასწავლებლად, მას რეალურად უფრო მეტი დრო ჭირდება იმისთვის, რომ ებრძოლოს გარემოს, მაგალითად, რა ვიცი, ანუ გააცხელოს წყალი, მოამზადოს საჭმელი, წავიდეს ბაზარში, იყიდოს ის პროდუქტი, მოამზადოს, მე თქვა დაიბანოს, გარეცხოს ამ ყველა ამ პირობებში, სადაც ქუჩაში მე შემოვიდეს, ეს შემოიტანოს ყველაფერი თავის სახლში. ამასობაში ეს იაფფასიანი ბინები ბუნებრივია, ტერიტორიულად ძალიან შორს არის, შეიძლება მისი უნივერსიტეტიდან ამ გზაში ეხარჯება დრო, ის რომ თქვათ ოჯახს არ აქვს იმხელა შემოსავლები, რომ კარგად არჩინოს და უწევს კიდე სამსახურის შოვნაც ამ ყველაფერთან ერთად. ხო, მარტივად რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში სტუდენტების, რეგიონიდან თბილისში მიგრირებული სტუდენტების ცხოვრების ხარისხი ქალაქში არის ძალიან დაბალი. ამაში იგულისხმება ყველა ეს კომპონენტი, რაც ჩამოთვალეს შენ და ეს დაბალი ცხოვრების ხარისხი მათთვის განაპირობებს იმას, რომ არ აქვთ საკმარისი ემოციური, ფიზიკური, არ ვიცი, ფსიქოლოგიური რესურსი იმისათვის, რომ ეს მთელი თავის ძალისხმევა გამოიყენონ პირველი თავარი მიზნისთვის ისწავლონ უნივერსიტეტში, მეორე პიროვნულ განვითარებას დაუთმონ დრო და რესურსი, რომ რეალის რესურსი არ არის და მესამე ეძია ღირსეული სამსახური. ეს ღირსეული სამსახურის ძებნა უბრალოდ საერთო პრობლემაა, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუდენტებისთვის, თუმცა ამსეთი დაბალი ცხოვრების ხარისხის პირობებში უბრალოდ უფრო კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე ამ სტუდენტებს. აი, ღირსეულ სამსახურზე დავიწყეთ საუბარი და ამაზე ხშირად ჩვენ რადიო ჩემი ხმის ეთერშიც თუ ბლოგების ფორმით ამაზე ვისაუბრია, მაგრამ თქვენი აზრით რა პრობლემები არის სტუდენტური სამსახურის კუთხით თბილისში და მთლიანად საქართველოშიც, მაგრამ თბილისზე უფრო მეტად, იმიტომ რომ სტუდენტების დიდი უმრავლესობა მაინც აქ ჩამოდის. რას ნიშნავს, რაში ითარგმნება დღეს, რას ნიშნავს სტუდენტური სამსახური? როგორ ესმით ეს დამსახურებლებს? ანუ მადლობა, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მე თვითონ ვცდილობ ვიფლიო ზოგადად, რას ერქმევა ხოლმე სტუდენტური. როგორც აღწერა სტუდენტური ბინა აღიწერეთ უკვე, როგორი უნდა იყოს ამ ადამიანების თვალსაჩინით, მეორე სწორედ სტუდენტური სამსახური. ანუ სტუდენტური სამსახურის ასე ვთქვათ, იარაღის ქვეშ ძირითადად გაერთიანებული არის ხოლმე საწყისი სასტარტო პოზიციები, როგორც მოლარეობა, კონსულტანტობა, ასისტენტობა, პოზიციები, რომელზე მუშაობის შედეგადაც ვიღებ ძალიან მცირე და ცხოვრების მინიმალურ ანაზღაურებას. ეს ანაზღაურება არის დაახლოებით 250-300 ლარი
ძირითად შემთხვევებში. ეგრეთ წოდებული მოქნილი გრაფიკი, რაც გულისხმობს იმას, რომ მუშაობთ ყოველ მესამე დღეს სრული 24 საათი ან არ ვიცი დღე გამოშვებით 12 საათი და სტუდენტურ სამსახურს უწოდებენ სწორედ ამ ტიპის სამსახურს და თვლიან, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, რომლებსაც სჭირდებათ დამოუკიდებლობა ფინანსურად, მათთვის ეს პირობები არის მისაღები. თუმცა ამას თუ შევხედავთ მეორე მხრივ, მივხვდებით, რომ ბუნებრივია სტუდენტური სამსახური ვერ იქნება ვერც ერთი სრულგანაკვეთიანი სამსახური, რომელიც სტუდენტისგან მოითხოვს ყოველდღე ან დღე გამოშვებით მაგალითად 24 საათით ყოფნას სივრცეში, ასევე თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის კარგი სამსახურებია, ნახავს, რომ ბევრი სტუდენტი მუშაობს სწორედ იმიტომ, რომ რაღაცა გარკვეულწილად გადაიხადოს სწავლის გადასახადი და რაღაცა მოკლედ ეს ჯაჭვი არ წყდება, მაგრამ სამწუხაროდ უბრალოდ იმდენად მცირეა ეს ანაზღაურება იმ ემოციური ხარჯის და ფიზიკური არ ვიცი წვალების შედეგად, რომ ბუნებრივია, ბევრად მაღალი ანაზღაურების პირობებშიც კი ალბათ რთული იქნება დაბალანსება ამ სარგებლის ხარჯთან. თუმცა ეს არის ის პირობები, რასაც აკმაყოფილებენ ჩვენი სტუდენტური სამსახურები დღეს. აი ეს ძალიან საინტერესო არის. ყოველ მესამე დღეს 24 საათი გამოდის, 48 საათი კვირაში დაახლოებით, რაც 8 საათით მეტია სრულ განაკვეთზე. მაშინ როდის უნდა ისწავლოს სტუდენტმა, რომელიც ითვლება, რომ არის სრულ განაკვეთიანი სტუდენტი, უწევს კიდევ ეს სახლში საჭმლის კეთება და ეს, არ ვიცი, გარეთ ბანაობა და გარეთ რეცხვა და ასე შემდეგ, წლის გაცხელებით და სხვა და სხვა, როდის რჩება საერთოდ სტუდენტს დრო სწავლისთვის და რა ხდება ამასთან დაკავშირებით? ანუ სამწუხაროდ დაშვება ყოველთვის, მათ შორის უნივერსიტეტებში არის ის, რომ ყველა არ უნდა სწავლობდეს და არც არის საჭირო, რომ ყველა სწავლობდეს, ან სწავლობდეს ერთნაირი ხარისხით. ეს რომ ასე არ იყოს, ბუნებრივია გვექნებოდა ბევრად უფრო მოქნილი ეგრეთ წოდებული დუალური სისტემები, რომლებიც სტუდენტებს მისცემდა საშუალებას მინიმუმ ეს ძალისხმევა ისეთ სამსახურებში გამოეყენებინათ, რომლებიც მათ პრაქტიკულ კომპეტენციებს და უნარებს გაუმჯობესებდა პროფესიიდან გამომდინარე. და მარტივი კითხვა არის თქვენ შეკითხვაზე, პასუხი თქვენ შეკითხვაზე არის ის, რომ სტუდენტები ვერ სწავლობენ და სტუდენტებს ძინავთ ლექციებს. მე მაგალითად ახლა 6 წელი დავყავი პრინციპში საუნივერსიტეტო სივრცეში და ყველა ის ჩემი მეგობარი, რომელსაც უწევდა ამ გრაფიკით მუშაობა და განსაკუთრებით მაღაზიებში, განსაკუთრებით არ ვიცი რესტორნებში, მოკლედ ესეთ სივრცეებში, ეს ადამიანები უბრალოდ როდესაც ახერხებდნენ უნივერსიტეტში მოსვლას, ძირითადად ეწინათ ლექციებზე, ან დამოკიდებულები იყვნენ ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებიც ახერხებდნენ უნივერსიტეტის სიარულს და მათ აქვთ დღეს დიპლომები, უბრალოდ სწორედ იმ ადამიანების დახმარებით, ვინც მათ ნაცვლად აბარებდა საერთო პროექტებს, ან ეხმარებოდა მათ და უზიარებდა დამატებით რაღაც ინფორმაციას და ცოდნას, მათ შორის მეც ყოველთვის ვწევდი ხოლმე ასე. და რეალურად, არგუმენტი, რომ სტუდენტი მუშაობს და თავად იხდის სწავლის გადასახადს, იხდის სტუდენტი დიპლომში, სწავლის აღიარებაში, პროცესის აღიარებაში და ის რეალურად ვერ ვითარებს, ვერ იღებს ვერც ცოდნას და ვერც პრაქტიკულ კომპეტენციებს განვითარებას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ მესმის ამ ტიპის პოზიციებზე მუშაობა გვევითარებს სხვადასხვა უნარებს, როგორც არის მოხერხება, მოქნილობა, კომუნიკაცია ჩვენს მომხმარებელთან, მაგრამ ცხადია, რომ ერთი ეს უნარები საჭიროებს სხვა ბევრ უნარს ამასთან ერთად და მეორე ყველა პროფესიის წარმომადგენელს სხვადასხვა დოზით სჭირდება ეს უნარები და მთელი რაღაცა პერიოდით თუ მუდმივად ეს ადამიანები რჩებიან ერთ სისტემაში, ძალიან რთულია შემდეგ მათთვის სამუშაო პოზიციის ცვლება და ნორმალურ სამუშაო ბაზარზე დაბრუნება. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ რიგ შემთხვევებში ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც სტუდენტი, რომელმაც დაიწყო მუშაობა აეროპორტში, duty free-ში, ნიკორაში, სხვა ნებისმიერ მარკეტში აბსოლუტურად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. წიგნების მაღაზიაში, კაფეში, ან ნებისმიერ სივრცეში, უბრალოდ პირველი რაც გამახსენდა ამ შემთხვევაში ის თქვი. ძალიან უჭირს სტუდენტებს შემდეგ ერთი დაბრუნება მათ პროფესიაში და პროფესიიდან გამომდინარე შესვლა ბაზარზე და სამწუხაროდ თუ ნახავთ დასაქმების მაჩვენებლებს, ხედავთ რომ სტუდენტების კატეგორია არის ყველაზე დაუსაქმებელი. ამ საქართველოში ყველაზე მაღალი წილი უმუშევრობის მოდის ახალგაზრდებზე 18-დან 29 წლამდე და განსაკუთრებით 22-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებზე. 22-დან 25 წლამდე არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სწავლას,
და შედიან შრომის ბაზაზე და არიან აქტიური სამუშაოს მაძიებლები. აი ამასთან დაკავშირებით ხო იმასთან რომ ვერ გამოდიან მე ამ შეკრული წრიდან ერთი სტუდენტის მონაყოლი მახსენდება რომ მუშაობა მომსახურების სფეროში გავს იმ სიტუაციას, როდესაც აი რაღაცა სხვადასხვა ხოჭოს მაგალითად აცხელებენ ნელ-ნელა. ვითომ რომ ვერ იგრძნოს როგორ მოხვდა და ნელ-ნელა ტემპერატურის მატებით ის ვერც გრძნობს, უბრალოდ ფიქრობს რომ ოდნავ დათბა და ასე ოდნავ დათბაში იხარშება. დაახლოებით იგივე არის, იგივე შეკრული წრე არისო ჩვენი მომსახურების სფერო. იმდენად გადამწვარი ანუ იქ ფიქრი არ შეგიძლია, აზროვნება არ შეგიძლია, როდესაც მუშაობის პროცესში სახლში მოდიხარ და ესეთი გადამწვარი ხარ, რომ სახლშიც ვეღარაფერს აკეთებ, შემდეგ იძენი გარკვეულ მეგობრებს, ნაცნობებს და ასე შემდეგ და გგონია რომ ეს არის სწორედ შენი სივრცე, იქ სადაც უნდა იყო და ძალიან ძნელი არის შემდეგ ამ გარემოს მოწყდე. მით უმეტეს აქვე დავამატებ, რომ მე აქ ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ნეიტრალური, მეც სტუდენტი ვიყავი და მეც მახსოვს ჩემ გარშემო უნივერსიტეტში რა ხდებოდა, როგორ თხოვდნენ სტუდენტები ლექტორებს, რომ რაღაც შეღავათი გაეწიათ იმის გამო, რომ უბრალოდ 40 საათი კვირაში და ყოველ დღე დიდ საღამომდე მუშაობდნენ და შესაბამისად ვერ მოდიოდნენ ვერანაირ სემინარზე. და ძალიან ჩვენ ვიცით რომ იმისთვის რომ კარიერაში წინ წახვიდე და ასე შემდეგ ჭირდება გარკვეული კონტაქტები, ჭირდება გარემო. როდესაც სტუდენტი მთელი დღე გადებულია ავტობუსიდან, შემდეგ სახლში სადაც წყალი უნდა აცხელოს და შემდეგ სამსახურში, დაუშვათ მაღაზიაში სადაც არ ვიცი უწევს მუდმივად მუშაობა, ხდება სხვადასხვა კიდე დაცინვის და ლანძღვის და ასე შემდეგ ობიექტი, როდის სად აქვს მას ის გარემო და ის კონტაქტები, რომლებიც დაეხმარება მას თუნდაც, რომ კარიერული კუთხით განვითარდეს და წავიდეს წინ. არ აქვს ეს გარემო, მაგრამ ანუ არ უნდა გავიგოთ არასწორად, მოკლედ ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ თითქოს ამ პოზიციებზე მუშაობა ერთი ან აკნინებს რომელიმე ადამიანს მის გონებრივ შესაძლებლობებს, ან მეორე არ არის საჭირო, ანუ ცხადია სწორედ ეს არის ის პოზიციები, რომლებზეც სხვა ქვეყნებშიც, ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც მუშაობენ სწორედ სტუდენტები, ახალგაზრდები, თუმცა განსხვავება არის ორი. პირველი, მოქნილი გრაფიკი და არასრული გრაფიკი ნიშნავს იმას, რაც წერია მათ ხელშეკრულებებში და კანონში, რომ მაგალითად თუ ევალება ამ ადამიანს მოლარის პოზიციაზე მუშაობა დღის განმავლობაში 4 საათი, ეს ადამიანი მუშაობს მხოლოდ 4 საათი და მხოლოდ მოლარის პოზიციაზე და არ არის გამლაგებელიც, მერჩენდაიზერიც, საწყობის გამგეც და სხვა ყველა შეთავსებადი ფუნქციებიც არ აქვს. მეორე, ეს ადამიანები იღებენ ღირსეულ ანაზღაურებას. და შესაბამისად ნორმალურ გრაფიკთან და ღირსეულ ანაზღაურებასთან ერთად, ანუ მათ აქვთ იმის საშუალება, რომ დაგეგმონ სწავლა. აქ არის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სწორედ საუნივერსიტეტო გარემო, უნივერსიტეტში სწავლების პროცესი მოწყობილი ორიენტირებულია სტუდენტზე და რიგ შემთხვევებში აძლევს სტუდენტს იმის საშუალებას, რომ თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი და ასევე გარკვეული დოზით ამ პრაქტიკულ შესრულების სამუშაოს უთვლის ის პრაქტიკის კომპონენტში. ჩვენ შემთხვევაში არც გრაფიკია, ეს არ არის მარტო სტუდენტების პრობლემა, რეალურად ახლა უმრავლეს შემთხვევებში ვიცით როგორი კაბალურ პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა და რა პირობების დაკმაყოფილებას თხოვენ ისინი მათ ხელმძღვანელობის სამუშაო სივრცეში. მეორე, გრაფიკი არ არის რა თქმა უნდა მოწესრიგებული, არ არის ღირსეული და ნორმალური შესაფერისი ანაზღაურება და ან უნივერსიტეტსა და როგორც სამუშაო სივრცე, ასევე მოგდეს პრაქტიკის კომპონენტი იმდენად სუსტი გვაქვს უმრავლეს შემთხვევაში, რომ ეს კავშირები არ დგება. როცა არ დგება ეს კავშირები, ძალიან რთულია ვთქვათ, რომ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ შეკრული წრიდან გამოსავსებლად, იმდენად კომპლექსურია ეს პრობლემა. მაგრამ ალბათ ანუ თქვენ შენიშნავდით, რომ როდესაც შევდივართ მაღაზიებში, ხშირად ვხვდებით უფრო დიდი ასაკის მომსახურე პერსონას, ვიდრე იყო ეს რამდენიმე წლის შემდეგ. იმიტომ რომ რეალურად რამდენიმე წლის წინ? კი. მაგალითად 5 წლის წინ ნახავდით ბევრად უფრო ნაკლებ 40 წელს გადაცილებულ ადამიანს მომსახურების სივრცეებში, მაღაზიებში სხვაგან, ვიდრე ეს ხდება დღეს. ესეც განპირობებულია სწორედ იმით, რომ სტუდენტებს გაუჩნდათ უფრო მეტი ალტერნატივები. მესმის რომ ეს ამ ნეგატიურ ფონზე არ ჩანს, მაგრამ გაჩნდა ბევრი ალტერნატივა, თუნდაც მაგალითად IT პროგრამირების მიმართულებით, ანუ გაჩნდა სამსახურები, სადაც შენი ფიზიკური ყოფნა
არ არის საჭირო და როგორც შეგიძლია იმუშაო, არ ვიცი, სწავლის პარალელურად სახლიდან და ამ ფორმით გაიუმჯობესო შენი ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ეს იყო გარკვეულწილად სიგნალი და მეორეა მნიშვნელოვანი ასევე რომ დაიწყეს თვითონ სტუდენტებმა თავისი უფლებების ახალგაზრდა ბრძოლა, რომ არ შეიძლება ასეთ პირობებში მუშაობა და არსებობა და გარკვეულწილად ეს ახდენს გავლენას დამსაქმებლობის პოლიტიკაზე და ალბათ ნახავთ რომ ყოველ მაღაზიაზეა წარწერა რომ ეძებენ კონსულტანტს. არ ვიცი, ყველა კაფეშია გამოკრული თითქმის ეს წარწერები, რომ სჭირდებათ ადამიანები. თუმცა ამ შემთხვევაში დენადობა არის მაღალი და ხარისხი იკლებს ბუნებრივია, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი სამსახურის წინ მაღაზიაში ყოველ კვირა ვხვდები ახალ კონსულტანტებს. რატომ? იმიტომ რომ არავის არ შეუძლია ასეთ პირობებში თითქმის მუშაობა და როგორც კი პატარა რაღაც შანსი ჩდება რომ აკეთონ სხვა საქმე, ბუნებრივია ურჩევიათ დატოვება. ან უბრალოდ ვერძლებენ. ან უბრალოდ ფიზიკურად მათი ჯანმრთელობა, არ ვიცი, ემოციები არ აძლევთ იქ მუშაობის საშუალებას. ანუ თუ მოკლედ ჩვენ საუბრობთ, პრობლემა ძალიან მკაფიოა და დგას სახეზე. თუ საუბრობთ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, ეს არ არის მხოლოდ ერთი აქტორის პრობლემა, ეს არის როგორც საუნივერსიტეტო პოლიტიკის, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის და არ ვიცი, შრომის პოლიტიკის თუ მართვის საკითხების რაღაცა ერთიანობა. საიდან უნდა დავიწყოთ? თუ ეს იქნება კითხვა, ალბათ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი ინტერესების ლობირებით და ადვოკატირებით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ არასათანადოდ. და მაგრამ ასეთი პირობებია შემდეგ სიტყვა მაგრამ აღარ უნდა შეხედოს ხოლმე და უნდა ვთქვათ რომ ასეთი პირობები არის მიუღებელი და უღირსი როგორც სტუდენტისთვის ასევე დასრულს ნებისმიერი ადამიანისთვის და ეს ფაქტი თვითონ და ეს მოთხოვნა არის ცუდი. დიახ, ხა უცხოეთთან რომ გავაგოთ პარალელი, ხო, იქ პირდაპირ წერიან ნახევარგანაკვეთიანი სამსახური ნიშნავს 20 საათს კვირაში ან 15 საათს კვირაში, ეს არ ნიშნავს 50 საათს კვირაში. შესაბამისად ზუსტადაც რომ სტუდენტს აქვს იმის დრო, რომ სწავლასაც დაუთმოს და რაღაცა სხვაც აკეთოს. ის რაც მან უნდა აკეთოს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენც ვსაუბრობთ, რომ ესეც პრაქტიკაა, ეს არ არის ის პრაქტიკა, რომელსაც შემდეგ დამსაქმებელი მოთხოვს მაგალითად იურისტს, რომელიც უნდა დაასაქმოს ანაზღაურებად პოზიციაზე. ის იურისტს არ ჩაუთვლის კონსულტანტობას სამუშაო გამოცდილებაში. და თუ ეს სამუშაო გამოცდილება არ ექნება იურიდიულ ფირმაში, თუნდაც უფასო სტაჟირების ფორმით, ის მას არ მიიღებს ანაზღაურებად პოზიციაზე. და აუნაზღაურებელ სტაჟირებაზე კიდე ძალიან ბევრს უბრალოდ არ შეუძლია რომ კიდე სტაჟირება გაიაროს და თავი კიდევ ირჩინოს სადღაც და ის რომ 300 ლარი მარტო ბინის გადასახადს ყოფნის და ვერც არის კიდევ თავის რჩენის ვერანაირი მექანიზმი. საინტერესოა ჩვენთან მაგალითად ამდენად დამკვიდრებული არის ნახევარგანაკვეთიანი სწავლა. მაგალითად იმის მაგივრად რომ 4 წელიწადში დაასრულო, რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ თუნდაც 8 წელიწადში დაასრულო. ანუ ამ შემთხვევაში ეს ერთადერთი ალტერნატივა, ანუ თუ ვერ ასრულებს სტუდენტის ვერ მოიპოვებს კონკრეტულ სასწავლო სემესტრში გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობას, ბუნებრივია მისი სწავლის პროცესი ხანგრძლივდება. თუმცა მაგალითად ჩვენ არ გვაქვს თანხმობრივად მაგალითად შემიძლია გადავიღო ნახევარი სემესტრის ფული, რომ ავიღო ნახევარი კრედიტი. არა, ანუ ასეთი მოქნილი სისტემა სამწუხაროდ არ გვაქვს. და ასეთი სისტემების სარგებლობის ფუფუნება აქვს ძირითადად იმ ქვეყნების იმ სტუდენტებს, რომ სადაც სწავლა არის უფასო, ანუ ამ შემთხვევაში სტუდენტი მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში სტუდენტებს აქვთ უფლება რომ გარკვეულ საგნებით მოკლედ არ ჩააბარონ გამოსცდა და შესაბამისად არ აიღონ კრედიტი ამ კონკრეტულ საგანში. მათთვის სწავლა უფასოა, დამატებითი სემესტრებით გარკვეული წლების რაოდენობა ეხლა შეზღუდეს და მაგალითად შეგეძლოთ რომ ყოფილიყავით 15 წლის სტუდენტი, ეხლა ეს წლების რაოდენობა არის მხოლოდ 6 და სამაგისტრო საფეხურზე როგორც მახსოვს 3. ანუ მოკლედ განსხვავება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ის ადამიანები სწავლის საფასურს თავად არ იხდიან, იხდის სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს და სახელმწიფოს თავად შეუძლია იმის რეგულირება, როგორ ურჩევია ამ სტუდენტების გადასახადის დაფარვა, მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ რამდენად მოქნილია და ნახევარგანაკვეთიანი ეს გრაფიკი, დუალური სისტემების პირობებში ეს მოქნილია და ანუ ეს პრაქტიკის ელემენტი ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი არის სასწავლო მოკლედ კურიკულუმის ნაწილი, მეტნაკლებად მაინც და ასევე ცალკე არის ეგრეთ წოდებული სტუდენტური საზაფხულო სამსახურები, რომელსაც თავაზობენ კონკრეტული ფაკულტეტის კონკრეტულ სტუდენტებს. მეორე, ჩვენ შემთხვევაში ვიცით, რომ ერთადერთი ალტერნატივა სასწავლო წლების განხორციელების არის დამატებითი სემესტრების და დამატებითი კრედიტების სწავლა. დამატებითი კრედიტი არის დამატებითი ღირებულება,
ამას სტუდენტი იხდის თავად. თუმცა თქვენ გაქვთ განსაზღვრული, რომ ამ სემესტრში უნდა ისწავლოთ 30 კრედიტის საგნები, ანუ თქვენ თავად ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, ანუ თუ გნებავთ, რომ ამ სემესტრში მხოლოდ ერთი საგანი ისწავლოთ და არა 5, ამას ვერ უწყობთ. ანუ აი ეს არის ძალიან სამწუხარო. ხო, რატომ არ უნდა შემეძლოს მე თუ ხვდები რომ არ მაქვს დრო იმის რომ რაღაც 30 კრედიტი ვისწავლო, გავიარო, გადავიხადო თქვა სემესტრის საფასურის მე-13 და გავიარო თქვა 2 საგანი, მხოლოდ 10 კრედიტის თუნდაც. რაც უფრო მეტ მოქნილობას მისცემდა და შესაძლებელია. კი, მაგრამ ანუ ასე ვთქვათ, კონტრარგუმენტი ასეთი მოდელების არის ის, რომ ამ შემთხვევაში სტუდენტები რჩებიან საუნივერსიტეტო სივრცეში ძალიან დიდ ხანს და სახელმწიფოს მათი შენახვა და უნივერსიტეტს უჩნდება ბევრად უფრო ძვირი. მაგალითად, ასეთ 15 წელი საბაკალავრო საფეხურზე გაჩერებული სტუდენტისთვის იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი პრაქტიკა არსებობს, სახელმწიფოს უწევს მისი ცხოვრების ხარჯის დაფარვა და სხვა ხარჯების დაფარვა. მე არ გულისხმობს, მე ვგულისხმობ უბრალოდ იმას, რომ ანუ დღევანდელი მინიმალური სარდაჭერის პირობებში უბრალოდ რომ იყოს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ხან კერძო უნივერსიტეტებში შესაძლოა უფრო მეტი მოქცევლობა და თავისუფლება ჰქონდეთ და შესაძლოა სცადონ ასეთი მოდელი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასეთი მოქცევლობა არ აქვთ, მაგრამ ეს თავის რისკებს, რაღაც გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული ალბათ ჩემი აზრით. ერთი ის რომ რაც უფრო გვიან გამოდიხარ საუნივერსიტეტო სივრციდან და შედიხარ ბაზარზე გვიან, მით უფრო მცირეა შენი შანსი ადგილის დამკვიდრების. და მეორეა, რამდენად ხშირად, ანუ რაც უფრო დიდ ხანს რჩები საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენად მოთხოვნადი ხდება ის პროფესია ან პირიქით, რომელსაც ეუფლები. და ასევე ეს გამოწვევებს უქმნის თავად უნივერსიტეტებს, ანუ ძალიან არახარისეფექტური სისტემაა და ასეთი სისტემის დანერგვა ჩვენაირი ქვეყნებისათვის და უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც დიდწილად სწორედ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით საზრდოობენ, ფიზიკურად შეუძლებელია, ანუ ძალიან მარტივია, მაგალითად, თუ ახლა ხერხდება ის, რომ რაღაცა ჯერ კიდევ 100 ადამიანიან თითო სასემინარო ჯგუფში დაწყობა დაუშვებელია, წარმოიდგინეთ ეს მოცემულობა, რომ ყოველი სტუდენტი ინდივიდუალურად იქნის ასეთ ვთქვათ, სასწავლო გეგმას. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტები უბრალოდ დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. ერთი ვერ ექნებათ საკმარისი დაფინანსება და რომ ჰქონდეთ ეს დაფინანსება, მათ ძალიან რთული იქნება 2 და 3 სტუდენტის ინტერესზე მორგებული და კურსების შემუშავება, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მაინც ანუ სტუდენტთა დიდ რაოდენობებზეა გათვლილი ყოველი ეს კურსი. ალბათ რაღაც დროთა განმავლობაში შეიძლება გარკვეულ მიმართულებაზე გქონდეს ასეთი დაშვებები. რომ მაგალითად ისეთი მიმართულებები როგორც არის ბიზნეს ადმინისტრირება, სრულად თუ გადავიტანთ ამ მიმართულებას პროფესიულ სასწავლებლებში და ამ სპეციალიზაციამ სასწავლო უნივერსიტეტების საქმე იქნება მსგავსი კომპეტენციის ადამიანების მომზადება, ალბათ მათ ექნებათ ბევრად უფრო მეტი მოქნილობა ამ მიმართულებით, ვიდრე მაგალითად აკადემიური კვლევითი უნივერსიტეტებს და მათ სტუდენტებს. თუმცა ეს ისეთი განსისაგანია და იმედია რომ ოდესმე მინიმუმ იმაზე მაინც დაიწყება საუბარი, როგორ შეიძლება უფრო სტუდენტზე ორიენტირებული და მოქნილი სასწავლო სისტემების შემუშავება და ასევე ხარისეფექტური სისტემების განვითარება თვითონ უნივერსიტეტების გაზეთზე. რას ნიშნავს თქვენ ახსენეთ სასწავლო უნივერსიტეტი და არის ხოლმე რამდენიმე უნივერსიტეტის სახელწოდებაში ეს ტერმინი. ეს რამე სამართლებრივ რეგულირებას ნიშნავს, რამეს ნიშნავს? ანუ ამ შემთხვევაში მე ვიგულისხმე სწავლა ანუ ინგლისურ ფრაზას თუ ვიხმართ, research university, ანუ გვაქვს research university, ანუ კვლევითი უნივერსიტეტები და teaching universities, რომლებიც, ანუ ეს არის უნივერსიტეტები, რომლებიც მოკლედ განსხვავებული სპეციალიზაციით მუშაობენ. მაგალითად, კვლევითი უნივერსიტეტები ფოკუსს აკეთებენ სამეცნიერო აკადემიური მიმართულების განვითარებაზე და მათი ძირითადი სწავლების მიზანი არის კვლევა და კვლევიდან გამომდინარე სამეცნიერო პროდუქტების შექმნაზე ორიენტირებული სასწავლო მიმართულებების განვითარება. ანუ ეს არის კვლევითი უნივერსიტეტები. რაც შეეხება სასწავლო თუ სწავლებაზე ორიენტირებულ უნივერსიტეტებს, მათი მთავარი მიმართულება არის ისეთი, ასე ვთქვათ, სფეროების განვითარება და კადრების მომზადება, როგორც არის ბიზნესის ადმინისტრირება, მათ შორის იურისპრუდენცია, არცი ეკონომიკა, ტურიზმი, ეს მიმართულებები, რომლებიც ისინი მარტივად რო თქვა, უბრალოდ ასწავლიან სტუდენტებს და არა განსხვავება არის ხარის სწავლების მიზნებში. ანუ კვლევითი უნივერსიტეტების სწავლების მიზანი სამეცნიერო პროდუქტის შექმნა, ხოლო სასწავლო უნივერსიტეტების სწავლების მიზანი არის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, საკადრო კადრების შექმნა. თავარი ასე ვთქვათ განმასხვავებელი ნიშა ამ ორი ტიპის უნივერსიტეტების შორის არის ის, რომ კვლევითი უნივერსიტეტი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც უნივერსიტეტი, რომელიც ქმნის ახალ ბაზრებს, ახალ ცოდნას, ახალ საჭიროებებს.
და სწორედ ისინი უნდა იყვნენ ის ადამიანები ამ უნივერსიტეტში პროფესორები, სტუდენტები, რომლებიც ამ ახალი ცოდნის გენერირებაში და ახალი პრაქტიკების განვითარებაში იღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება სასწავლო უნივერსიტეტებს, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არის უნივერსიტეტები, რომლებიც ორიენტირებულები არიან უფრო მეტად, ხო, ნაწილობრივ არის კომბინირებული პროფესიულ მიმართულებასთან და მეორე, ანუ მათი მიზანი ის კი არ არის, რომ რაღაც სამეცნიერო მიღწევები აკადემიურ სფეროში ემუშავონ, არამედ ის, რომ ბაზარზე არსებული საჭიროების შესაბამისად მომზადონ კადრები, მაგალითად, შექმნა მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა. და ჰქონდათ ეს ერთწლიანი პროგრამა, რომელთაც მასწავლებლები გადამზადებიან და შევლენ სკოლაში, მაგრამ მაგალითად განათლების პოლიტიკის კვლევის სადოქტორო პროგრამა შეიძლება მივაკუთვნოთ უფრო კვლევითი უნივერსიტეტების პრეროგატივას და ვთქვათ, რომ ზუსტადაც ანუ ნებისმიერი ტიპის კვლევითი საქმიანობა თავს უნდა იყრიდეს ამ ფაკულტეტის, ამ მიმართულების ქვეშ, ამ უნივერსიტეტის ქვეშ და ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ახალი იდეები იბადება, გამოიცდება და შემდეგ ისე ინერგება პრაქტიკაში. ეს არის თითოეული განსხვავებული ნიშანი ამ ტიპის უნივერსიტეტების, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ანუ როგორც ვთქვით, დასახელების შორის სხვაობას არსებობს. ზოგადად მიმართულებები გაწერილია უნივერსიტეტების მისიაში და მიზნებში, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტების შემთხვევაში ერთად ყველა მათგანი ამბობს, რომ ისინი ყოველ მიმართულებაზე მუშაობენ და ყველა ტიპის ადამიანებს და კადრებს ამზადებენ ბაზრისთვის, ასე რომ დიდი განსხვავება ამ შემთხვევაში მათ მისიაში ნაკლებად შეინიშნება. აი ზუსტად იმაზე რომ გადავიდეთ, რომ უნივერსიტეტების სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებად აქცევენ ზოგადად ყურადღებას კვლევას და ნაკლებად აქვთ ამის რესურსი. და ზოგადად სწავლების ხარისხზე რომ ვისაუბროთ, თუნდაც ის რომ მაგალითად პროგრამისტებს რომ ასწავლიან რაც კალმით და ფურცლით ხო ამ კომპიუტერულ პროგრამირებას, ეს ხომ ძალიან სერიოზული გამოწვევა არის და ამ დროის ჩამორჩენა არის ერთგვარი. ამავდროულად ვერ ხედავთ იგივე Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ძალიან ცოტა ტექნიკური სპეციალისტი, ეგრეთ წოდებული STEM მიმართულებიდან მიდის უცხოეთში, რაც არის ძალიან სამწუხარო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დამაზარალებელი არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვის, იმიტომ რომ ის ტექნიკური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც დასავლურ უნივერსიტეტებში არსებობს, ამათთვის არის აბსოლუტურად მიუწვდომელი და პლუს ამას ეს რა თქმა უნდა პრესტიჟსაც სამწუხაროდ ამცირებს უნივერსიტეტის, როდესაც შენ იცი რომ არ შეგიძლია რომ უცხოეთში ისწავლო თუ მაგალითად ისწავლი ინჟინერიას ან მათემატიკას ან ასე შემდეგ. ამ პრობლემას როგორ უყურებთ და რამდენად შეიძლება მიმართულებით მე თქვენი აზრით ლობირება იმის რომ უფრო მეტი STEM field-ის წარმომადგენელი წავიდეს თუნდაც ამ გაცვლით პროგრამებზე. ანუ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის რიცხვი საქართველოს არის როგორც ვიცი ამ ეტაპზე პირველ 6 სოულში და მათ შორის არის უკრაინის და ბევრად ჩვენზე ბევრად დიდი სახელმწიფოებისთან ერთად, რაც იმაზე მეტყველებს რომ ამ მიმართულებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა უკვე და ახლაც ბევრი კიდევ როგორც ჩემი ინფორმაციით კიდევ უფრო მეტი პროექტი იგეგმება ჩვენი სტუდენტებისთვის. ამ შემთხვევაში ერთი საქართველოში არსებული მატერიალური ბაზას და სასწავლო პროგრამებს სჭირდება მნიშვნელოვანი გადახედვა და ეს ვიცით რომ არის ალბათ უფრო მეტად განათლების ხარისხის და უმაღლესი განათლების ხარისხის საგანი განხილვის, მაგრამ რაც შეეხება გასულ პროგრამებში ამ საკითხებს და ამ მიმართულებების წამოწევას, მე ვიტყოდი რომ ალბათ უბრალოდ მნიშვნელოვანია ის უნივერსიტეტები თავად გააქტიურდნენ ამ მიმართულებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან როგორც Erasmus+ და სხვა პროგრამებისთვის სტუდენტების შერჩევაზე, ასევე პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს საქართველოს უნივერსიტეტები, რომლებიც ძალიან აქტიურად ცდილობენ რომ მოიძიონ პარტნიორები და მიმართულებები მათ შორის, რომელზეც გაუშვებენ საკუთარ სტუდენტებს, მაგრამ ბევრია ისეთი უნივერსიტეტი, რომლებიც ვერ ახერხებს იმასაც, რომ მინიმალური კვოტა სტუდენტების შეავსოს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ საშუალება გაუშვან სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად შიდა ორგანიზაციული პრობლემა, არ აქვს ის ადამიანური თუ ორგანიზაციული რესურსი, რომელიც საჭიროა, რომ ჩადონ და დახარჯონ სწორედ ტექნიკური მიმართულებით პროგრამების მოზიდვაზე. გასვლითი პროგრამის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ორი უნივერსიტეტი და არსებობს ორი პროგრამა. მეორე და ესეთი განსხვავებული მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი პროგრამები ხშირად საერთოდ განსხვავებულია იმ პროგრამებისა, რომლებიც არის ევროპაში და ამერიკაში, Erasmus შემთხვევაში ევროპაში. ეს განსხვავება განაპირობებს იმას, რომ სტუდენტს არ შეუძლია მოძებნოს მინიმუმ 10 და 12 კრედიტი, რომელიც თავსებადი იქნება იქ გავლის შემთხვევაში ქართულ აკადემიურ პროგრამასთან. ამ ასეთ პირობებში ცხადია სტუდენტები ვერ შეძლებენ
ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ იმისაც რომ ყავდეს მეტი ტექნიკური მიმართულების სტუდენტი გასვით პროგრამებში ჩართული გჭირდება ადგილობრივი კურიკულუმის განვითარება და მორგება მეტნაკლებად ევროპულ სტანდარტებთან და ევროპულ სასწავლო გეგმებთან. მეორე, საჭიროა უნივერსიტეტების მხრიდან მეტი ადამიანური და ორგანიზაციული რესურსის დახარჯვა პარტნიორების მოზიდვაზე, მიმართულებების დამატებაზე და შიდა შერჩევის პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისათვის და ასევე საჭიროა საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რომ სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ აქვს საშუალება უსრულიად უფასოდ გაატარონ მინიმუმ 6 თვე საზღვარგარეთ და მიიღონ ძალიან საინტერესო გამოცდილება. ერთი სემესტრი. ერთი სემესტრი მაინც. ზუსტად აი გამჭვირვალობის თემაზე, ანუ ჩვენ გამოვაყოფთ იმით, რომ რაღაც კორუფცია დაამძლიეთ და ასე შემდეგ და ეს გამჭვირვალობის პრობლემა კიდევ პრობლემაა რჩება? ანუ გამჭვირვალობის საკითხი შემთხვევით საკითხი, რომელიც მუდმივად გარანტირებული უნდა იყოს და რომელზეც მუდმივად საჭიროა მუშაობა და ამ შემთხვევაში გამჭვირვალობა გულისხმობს იმასაც, რომ სტუდენტებმა უნდა იცოდნენ ძალიან მკაფიოდ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ გასვით პროგრამაში მონაწილეობისთვის, როგორ ხდება მათი შეფასება და რა არის რეაგირების მექანიზმები, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ არ აკმაყოფილებთ მათ მიღებული შედეგი. არ ვიცი რამდენად ყველა უნივერსიტეტს აქვს ეს პროცედურები დარაგებული, ჩემი პირადი გამოცდილებით იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მე ვსწავლობდი, ეს ყველა პროცედურა იყო ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული და მაქსიმალური თანადგომა ჰქონდა ყოველ იმ სტუდენტს, რომელსაც სურდა გასაჩივრების მექანიზმი დაიხვეწა. რამდენიმე წლის წინ იყო ეს პრობლემა და გამოწვევა, თუმცა სტუდენტებთან და პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ეს მექანიზმიც დაიხვეწა კი. ჩვენ ვისაუბრეთ ამ გადაცემაში იმაზე, თუ რამდენად ძნელი არის ხო სტუდენტისთვის რაც თავის დამკვიდრება რამ ხელა მსხვერპლზე, რამ ხელა გადატვირთულობას იღებს, ის თავის თავზე უამრავია სხვადასხვა ემოციური გადაწვის, დეპრესიები და სხვა პრობლემები ხო ამის შედეგად და თუნდაც ნიჰილიზმში ჩავარდნა. იმიტომ რომ თან მუშაობა, თან სწავლა, თან იმისთვის ელემენტარული გადარჩენისთვის ბრძოლა, ხო საცხოვრებელ პირობებთან ბრძოლა ყოფასთან, თუმცა ყოველივე ეს ყველას ჯერა რომ უნდა ემსახურებოდეს და ემსახურება უკეთეს მომავალს. თუმცა პრობლემა ზუსტადაც ის რომ შემდეგ მარტო ხელში რჩებათ ეს მომსახურების სფეროში თქვათ მუშაობის გამოცდილება და სწავლისთვის რაღაც დროის არქონა, ის რომ ეს სწავლაც აი ესე კალმით და ფურცლით ხდება, ხო, მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობა და სწავლება, ეს ყველაფერი არის ერთი დიდი პრობლემის ნაწილი, კერძოდ კი სწავლის ხარისხის ნაწილი, იმიტომ რომ როგორც მე შენ სწორად აღნიშნე, სწავლის ხარჯის ნაწილი არის ის ცხოვრების ხარჯიც, რომელიცაც ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე და არ ვფიქრდებით, თუმცა არის საკმაოდ დიდი რეალობაში. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის. ჩვენ კი ორი კვირით დაგემშვიდობებით ამ გადაცემის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგეძებათ შემდეგ ხუთშაბათს 9 საათზე ჩვენი ონლაინ რადიოს პლატფორმაზე, ხოლო შემდეგ უკვე SoundCloud-ზეც და ორ კვირაში კი დაგიბრუნდებით დროებით. მადლობა.